მაისის ბოლოს დაწყებული უკრაინის შორი მოქმედებების ოპერაცია დღემდე გრძელდება. უკრაინა ოპერაციაში შორი მოქმედებისა და საზღვაო დრონებს, რეაქტიულ უპილოტო სისტემებს, ფრთოსან რაკეტებს და დასავლური დაზვერვის მხარდაჭერით დაგეგმილ ზუსტ დარტყმებს იყენებს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინამ შექმნა ეგრეთ წოდებული deep strike, ღრმა დარტყმების სისტემა, რომელიც უკვე რუსეთის ასეულობით და ზოგჯერ 1000 კილომეტრზე მეტ სიღრმეშიც მოქმედებს. 40 დღიანი ოპერაციის ფარგლებში დარტყმები განხორციელდა კრასნოდარის მხარის აფიფსკისა და ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. სიზრანის საწარმოსა და სხვა მსგავს საწარმოებზე, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე შორეულ სამიზნედ დასახელდა ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 2000 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. უკრაინა ოპერაციებს ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სამხრეთ და ცენტრალური ტერიტორიების მიმართულებით ახორციელებს. კიევის განცხადებით მიზანი არა მშვიდობიანი ინფრასტრუქტურის, არამედ იმ საწარმოების დაზიანება, რომელიც რუსეთის სამხედრო ეკონომიკას ამარაგებს. თავდაცვის ძალებმა მორიგი ოპერაცია ჩაატარეს რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად. დარტყმები განხორციელდა აზოვის ზღვაში მდებარე 7 ტანკერზე, 5 სატვირთო გემზე, 2 ბუქსირზე, 1 ბორანზე, ასევე დაზიანდა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის 2 ძირითადი ტექნოლოგიური დანადგარი. მიმდინარეობს დაზიანებების საბოლოო შეფასება. უკრაინის სამიზნეების შემთხვევითი არ არის. ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ყველაზე მსხვილი საწარმოა, რომელიც ქვეყნის ბენზინისა და საავიაციო საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწარმოებს. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქარხანა დრონებით უკრაინის საზღვრიდან 3000 კილომეტრში დაბომბეს, რაც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე შორეული დარტყმაა. ქარხანა სამხრეთ რუსეთის საწვავის ლოჯისტიკის ერთ-ერთი მთავარი კვანძია. სიზარნის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო კი ვოლგისპირეთის სამრეწველო რეგიონს ამარაგებს, ხოლო გაზპრომ ნეპტეხი მსალავატი აწარმოებს ნავთობქიმიურ პროდუქტებს, დიზელს, ბენზინსა და სამხედრო მრეწველობისთვის საჭირო ნედლეულს. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სწორედ ასეთი ობიექტების განმეორებითი დაზიანება უზრდის რუსეთს საწვავის წარმოებისა და სამხედრო მომარაგების ხარჯს. კრემლი კვლავ ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვა შეტევების უმეტესობას იგერიებს, თუმცა ბოლო კვირებში დაზიანებული ობიექტების რაოდენობას აღარ უარყოფს. ენერგეტიკულ ობიექტებთან ერთად უკრაინა დარტყმებს რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკის სხვა მნიშვნელოვან კვანძზეც ახორციელებს. სამიზნეებს შორისაა რკინიგზის მონაკვეთები, საწვავის საცავები, ნავთობტერმინალები, ასევე ხიდები და სატრანსპორტო გადასასვლელები, რომლებიც სამხრეთ რუსეთის სამხედრო შენაერთების მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურები. მსხვერპლი არ არის. მოსახლეობას მოუწოდებ არ გაავრცელონ ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც საჰაერო თავდაცვის მუშაობას ასახავს. დრონების თავდასხმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საგანგებო სამსახური. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო ობიექტზე ტექნოლოგიური პროცესების აღდგენა მიმდინარეობს. რეგიონზე განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა, დაზიანებულია სამრეწველო ობიექტი, ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია. რუსი სამხედრო ანალიტიკოსებიც აღიარებენ, რომ უკრაინის ოპერაციები ახალ ეტაპზე გადავიდა. მათი შეფასებით, უკრაინას უკვე შეუძლია ერთდროულად რამდენიმე რეგიონში განახორციელოს შორი მოქმედების დარტყმები, რის გამოც რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადანაწილება უწევს. ექსპერტები ადასტურებენ, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განმეორებითი დაზიანება გავლენას ახდენს როგორც საწვავის ბაზარზე, ისე სამხედრო ლოჯისტიკაზე. უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა შორი მოქმედების უპილოტო სისტემების ძალები. დღეს მთავარი პრობლემა უკვე ცალკეული დრონები აღარ არის. ისინი სისტემურად უტევენ ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურას, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას. ომის მეოთხე წელს უკრაინა სულ უფრო ხშირად ცდილობს ბრძოლა ფრონტის ხაზიდან რუსეთის სტრატეგიულ ზურგში გადაიტანოს. ენერგეტიკა, საწვავი და ლოჯისტიკა ის საშუალებებია, რომლებზეც თანამედროვე ომის ტემპია დამოკიდებული. შეძლებს თუ არა რუსეთი ერთდროულად დაიცვას როგორც ფრონტის ხაზი, ისე ქვეყნის ასობით კილომეტრის სიღრმეში მდებარე სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, თუ მსგავსი ოპერაციები გაგრძელდება, კრემლს სულ უფრო მეტი რესურსის მიმართვა მოუწევს არა შეტევით მოქმედებების, არამედ საკუთარი ინფრასტრუქტურის დაცვისა და აღდგენისთვის. სწორედ ეს შეიძლება იქცეს ომის მომდევნო ეტაპის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.